მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებელო. ჩემთან ერთად თქვენთვის დღეს სტუდიაში მუშაობს ბატონი მიხეილ მამნიაშვილი, რომელსაც წარდგენა არ ჭირდება, ჯერ მოხდა მის წარდგენა და დღეს ჩვენ ასევე შევეხებით ფრიად მნიშვნელოვან საკითხს, რამე თუ საზოგადოებას აინტერესებს, ზოგადად რა არის ორგანიზებული დანაშაული, რომლის წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზეც ესოდენ დიდი საუბარია და რაც ყველაზე მთავარია, რა როლს თამაშობს ამ ორგანიზებული დანაშაულთა შემადგენლობაში ეგრეთ წოდებული კოლ-ცენტრები. მართლაც ასეთი დიდი საშუალების მომტანია კოლ-ცენტრი თუ კოლ-ცენტრებს, როცა იქმნებოდა კოლ-ცენტრები, მათ ჰქონდა ძალიან დიდი პერსპექტივა საზოგადოებრივი და ეკონომიური ცხოვრების თვალსაზრისით. აი ჩვენ შევეცდებით ორიოდე სიტყვით ამ თემატიკაზე ვისაუბროთ. ახლა მე გავასწრო მოვლენებს მინდა ბატონო მიხეილ და მაყურებელს უთხრა, რომ როგორც დავაანონსეთ 2025 წლის ივნისის თვის შუა რიცხვებში 13 ივნის დაგეგმულია საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის, რომელიც ტრანსნაციონალური დანაშაულია, მის წინააღმდეგ ბრძოლის პრობლემატიკაზე იქნებიან მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები, კრიმინოლოგები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან და სხვა ქვეყნებიდან და რაც ყველას ვინც ფიზიკურად ვერ შეძლებს, ისინი ონლაინ რეჟიმში მიიღებენ მონაწილეობას ამ გადაცემებში და ზუსტად აი ამ თემატიკას როგორც აღნიშნეთ შეეხება. რა თქმა უნდა, იქ ნებისმიერ თქვენთაგანს ძვირფასო ტელემაყურებელო შეუძლიათ მოვიდნენ მონაწილეობა მიიღონ და ეს რომ მოისმინონ უშუალოდ გამომსვლელთა მიერ მომზადებული სტატიები, ნაშრომები, მაგრამ ვისაც ამის შესაძლებლობა არ ექნება, ჩვენ ორიოდე სიტყვით გვინდა მათთვის გასაგებად ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რომელიც საზოგადოებას აწუხებს და იქ გამოსვლელთა შორის ვიქნებით მე, თქვენ ბატონო მიხეილ, პროფესორი გიმზერ ალანია და ბატონი მალხაზ ბაზაღუა, რომელიც არის საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი და ამავე დროს შესანიშნავი მეცნიერი კარგ ორგანიზატორულ ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანთან ერთად. ჩვენი ნაშრომის პირობითი სათაური არის ტრანსნაციონალური ორგანიზებულ დანაშაულთა სახეები და მათში კოლ-ცენტრების ჩართულობის სამართლებრივი ასპექტები. აი ახლა თემა ძალიან დიდია, მოგეხსენებათ, მაგრამ შეზღუდული ვიყავით დროში და კიდევ ერთი რამ გვინდა უთხრათ გულწრფელა ტელემაყურებლებს, რომ თქვენთან ერთად, ახლა გარკვეული ნაწილი გარკვეულია, რა თქმა უნდა, იმ თემატიკაში, რაზეც ჩვენ საუბრობთ, მაგრამ არ ჩვენ ვიყავით თლად ჩახედული, ინფორმირებული თუ რასთან მქონდა საქმე, როდესაც კოლ-ცენტრების ჩართულობაზე უნდა გვესაუბრა ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან მიმართებაში. ახლა თემის შექმნა და შერჩევა პრაქტიკულად იდეა იყო ბატონი მალხაზის, რომ ამ თემატიკაზე ჩატარებულიყო. ჩვენ ძალიან ბევრი ვიფიქრეთ მოგეხსენებათ, როდესაც ერთობლივად დავჯექით და 4 კაცმა მოამზადეთ ეს სტატია. სტატია არც თუ ისე დიდია 10 გვერდი და ხუმრობდით კიდევაც გახსოვთ ბატონო მიხეილ, რომ 4 ხელისმოსაკიდებელი ადგილი არ დარჩება. მაგრამ ვფიქრობთ, რომ სტატია საინტერესოა, იმიტომ რომ ერთი პიროვნებისთვის და თუნდაც ორისთვის ამ თემატიკის ეს ამომწურავად წარმოჩენა და საზოგადოებისთვის მიწოდება ასეთ შემჭიდროებულ სტატიის ფარგლებში დიდ სირთულესთან იქნებოდა დაკავშირებული. თუ რამდენად შევძელით ამის შესაძლებლობა ტელემაყურებლებს ექნება დღეს და ვის ამის შესაძლებლობას იქნება მოკლებული, გამოდის მოგეხსენებათ კრიმინოლოგი, ჟურნალი, საერთაშორისო მნიშვნელობის და დანიშნულებისა ეს ჟურნალი და იქ იქნება როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე. აი საერთოდ ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით როცა საუბრობთ, ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ორგანიზებული დანაშაულობა მთელ მსოფლიოში იღებს ტრანსნაციონალურ ხასიათს.
რის გამოც ორგანიზებული ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიო თანამეგობრობის თითოეული ქვეყნისთვის. ჩვენ მოგეხსენებათ, რომ ვართ ევროსაბჭოს წევრი, პრობლემატურია ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანება მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა ვართ, მაგრამ ევროსაბჭოს წევრობა, რომელშიც გაერთიანებულია დღეის მდგომარეობით ვარსები 54 ქვეყანა, ასევე დიდი პატივია და ძალიან დიდი ვალდებულება. ევროსაბჭო ჩვენ ვისაუბრეთ, მაგრამ ტელემაყურებელს მინდა შევახსენოთ, რომ 59 წლის 5 მაისს ლონდონში შეიქმნა, იგი დააფუძნა დასავლეთ ევროპის 10 სახელმწიფომ, მას შემდეგ აი ამ ქვეყნების გეოგრაფია იზრდება და ჩვენი ქვეყანა საქართველო 1997 წლის 27 აპრილს გახდა ევროსაბჭოს სრულუფლებიანი 51 წევრი. აი, როდესაც აი ამ საბჭოში გაწევრიანდით, ხელი მოეწერა არა მხოლოდ იმ პროტოკოლს, რომელსაც ევროსაბჭოში გაწევრიანება ქვია, არამედ მიუერთდა ისეთ მნიშვნელოვან კონვენციას, როგორიც არის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის რომის კონვენცია. ამავე დროს კონვენციას მიუერთდით სამართლებრივ საკითხებში ურთიერთდახმარების შესახებ და თავის თავზე ქართულმა სახელმწიფომ აიღო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში აქტიური მონაწილეობის ვალდებულება. ახლა რატომ ევროსაბჭოს, როდესაც მის სადამფუძნებლო დოკუმენტებს ჩავხედავთ, ნახავთ, რომ ევროსაბჭო მოძალებულია დაიცვას არა მხოლოდ პლურალისტური დემოკრატია, კანონის უზენაესობა, არამედ სხვა ქვეყნებთან ერთად აქტიურად ითანამშრომლოს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. და ის სწორედ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლიდან გამომდინარე, საქართველო ისედაც იყო ვალდებული, მან აიღო თავის თავზე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმე, მაგრამ ეს ევროპული მასშტაბით საკმარისი არ არის. ის ტრანსნაციონალური დანაშაულია, ორგანიზებული დანაშაული. აქედან გამომდინარე, ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა მოქმედების არეალი ცილდება ევროპას და ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი ეს გახლავთ კონვენცია ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. ეს კონვენცია გაეროს ეგიდით მოქმედებს, მოგეხსენებათ, 2000 წლის 13 დეკემბერს იქნა მიღებული პალერმოში და ამდენად შემოკლებით მას უწოდებენ პალერმოს კონვენციას. და რაც ყველაზე მთავარია, მხოლოდ ამით არ შემოფარგულა ამ კონვენციის მიღებით. ამ კონვენციის ეგიდით ასევე მიღებული იქნა დამატებითი ოქმი, ხო? ეს არის ადამიანის ტრაფიკინგისა და მიგრანტთა უკანონო გადაყვანის შესახებ და არაერთი სხვა დოკუმენტი, რომელსაც საქართველო მიუერთდა. და რაც ყველაზე მთავარია, აქ ჩანს აი ამ პალერმოს კონვენციის უდესი დამსახურება სწორედ ისა, რომ პირველად აქ იქამ მოცემული ის საკითხები, რომელიც დაკავშირებულია ორგანიზებულ დანაშაულთან და ჩამოთვლილია ორგანიზებული დანაშაულების სახეები. ესე იგი, როცა ჩვენ საუბრობთ ამ კონვენციაზე, უწინარეს ყოვლისა გვახსენდება რამოდენი მემუხლე და რა მუხლებზეა საუბარი. აი, ორგანიზებული დანაშაულები როგორი სახით არის წარმოდგენილი ამ პალერმოს კონვენციის მიხედვით. მე-5 მუხლი, მე-6 მუხლი. სხვა შორის ამ პალერმოს კონვენციაში ფაქტიურად შედეგნარიათ არის. მე-5 მუხლი ეხება დამნაშავე ორგანიზებული ჯგუფთა მონაწილეობას. მე-6 უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. მე-8 კორუფციას და 23 მათ ჩაჩულების განხორციელებისათვის ხელის შეშლას. აღნიშნული მუხლები განსაზღვრავენ დანაშაულის ჩადენაში, მაგრამ მხოლოდ მაშინ თუ დანაშაული ატარებს ტრანსნაციონალურ ხასიათს და ჩადენილია დანაშაულით ორგანიზებული ჯგუფის მიერ. ანუ თავისთავად ეს დანაშაულები თუ არ არის ტრანსნაციონალური ხასიათის მატარებელი და ორგანიზებულ ნიშანს არ შეიცავს, იგი არ ხდება ამ დანაშაულთა ჩამონათვალში. და აი საინტერესო რა არის? აი სწორედ პალერმოს კონვენცია გახდა იმის გამზრველი მექანიზმი, რასაც ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა ქვია, ხო ასეა? და სწორედ ამ კონვენციის გამოძახილია ის, რომ ქართულ კანონმდებლობაში არაერთი ნორმა შევიდა
ქურდულ სამყაროსთან იგი ქურდული სამყაროს ერობა, ქურდული შეგროვება, მთელი 5 მუხლია შესული ამ ქურდულ სამყაროში. 223 პრიმა პირველი. კი. მეორე პრიმა, მესამე პრიმა და 223 მეოთხე პრიმა, ხო? გარდა ამისა, რაც თავარია, შევიდა ისეთი მნიშვნელოვანი მუხლი, როგორიცაა ზეგავლით ვაჭრობა. მე კიდევ ბატონო თემურ იციან იურისტებმა, მაგრამ არა იურისტებმა უნდა იცოდნენ, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია და როგორც გითხარით, ეს გათვალისწინებულია პალერმოს კონვენციაში. უკვე შეიცვალა მერვე მუხლია. კი, შეიცვალა უკვე ფაქტიურად ადრე მოქმედი თქვათ მეკთამეობა და დღევანდელი მოქმედი მეკთამეობა. ანუ დაემატა დაჟადი გახდა პასიური და აქტიური კორუფცია. კი. ადრე დაყოფილი იყო მეკთამის მიცემის წაქესება, ქთამის მიცემის მცდელობა, მაგრამ ეხლა არა. თუნდაც დაპირება უკვე ითვლება როგორც მეკთამეობად. ანუ იქ იყო ქთამის აღება, მაგრამ მისი წინსწრები ცალკეული ქმედებები უკვე აღარ არის. ხო, ან იყო დანაშაულის შემადგენლობას იძლებოდა, ან ითვლებოდა გადასტომად. ხო, სწორია, ესეც იყო. შეიძლება აი მაშინდელი ქთამის მეკთამეობა ჩადენილიყო, მაგრამ ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება დანაშაულად არ ყოფილიყო მიჩნეული. მაგრამ ეხლა უკვე შეიცვალა, რადგან ისევე როგორც აქტიური, ასევე პასიური მეკთამეობა და ანუ კანონმდებლობაში შეტანილმა ცვლილებებმა პალერმოს კონვენციის გავლენით გაამკაცრა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. შეიძლება ვთქვათ, რომ აი ეს მიღებული რაც ზემოთ აღნიშნეთ, ეს იყო ბრალი პალერმოს კონვენციის. რა თქმა უნდა, პალერმოს კონვენციის შეუფასებლობა ნამდვილად არ შეიძლება, მაგრამ პალერმოს კონვენციიდან ზოგიერთი დებულებების გაუაზრებლად გადმოტანამ გარკვეული პრობლემები შექმნა და სისხლის სამართლის კოდექსში არის 52 მუხლთან დაკავშირებით. და ბატონო თემურ 52 სხვა შორის მეც შევნიშნე იცით ეს ხარვეზი საქმე ეხება მეგობრებო 52 მუხლი არის ქონების შემორთმევა. და იქ არის მითითებული ესეთი რომ ქონების შემორთმევა ხდება ბრალდებულის, შავდებულის და ასე შემდეგ, მაგრამ უყურეთ რა ხდება ქონების შემორთმევა, ეს არის სანქცია და აქედან გამომდინარე საჟელის სახეა. რა თქმა უნდა, საჟელის სახეა და აქედან გამომდინარე ბრალდებული, რომელიც ჯერ არ არის ეს მის მიმართ წარმოებს გამოძიება, მის მიმართ შეუძლებელია გამოყენებული იქნეს საჟელის სახე. და აქედან გამომდინარე სხვა შორის აი როდესაც ეს ნახე ბატონო თემურ აი ეს ნაკლოვანებები შევედი მინდა მომეძებნა ლიტერატურა რომ ხომ არავის არ აქვს ამაზე რაიმე მსჯელობა და ლაღიძია მის სადოქტორო დისერტაციაში სხვა შორის მითითებული იყო რომ აი ეს ბრალდებული 52 მუხლიდან უნდა ამოღებულიყო, იმიტომ რომ მის მიმართ ვერ განხორციელდება ეს სანქცია ჯარიმა, თუ კი ის არ მის მიმართ არ დადგინდა გამოყენებელი განაჩენი. ხოდა კიდე ერთი მიაქციეთ, ყურადღება. ბრალდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ საპროცესო ითვლებითი ღონისძიებები. გადაღიზადება ქონებას. რა თქმა უნდა, ქონებაზე გადაღიზადება, მაგრამ ბრალდებულისთვის ქონების ჩამორთმევა. ჩამორთმევა ეს ფაქტობრივად ბრალდებული გათანაბრებულია დამნაშავესთან. ანუ ბრალდების ეტაპზეო პიროვნება გამოცხადებულია დამნაშავედ, ხო სწორია? ბრალდებული არ ნიშნავს ბატონო თემურ იმას, რომ ის დამნაშავე შეიძლება ბრალდებული იყოს და მის მიმართ შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე, ხო? და თუ კი ბრალდებულია და იჩქარა, თქვათ, ამ მუხლის შესაბამისად, თქვათ, რომელიმე ორგანომდა ჩამოვართვა ქონება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი დარღვევა. აქედან გამომდინარე, ჩვენი აზრია, რომ მე მგონი რაც უფრო მალე ამოიღებს კანონმდებელი 52 მუხლიდან ბრალდებულის სიტყვას ბრალდებულს უფრო კარგი იქნება.
მაგრამ მეორე მომენტიცაა, ჩვენ წინა გადაცემის პროცესში აღნიშნეთ, რომ ნელ-ნელა დევალვაცია ხდება ისეთი უმთავრესი პრინციპის, როგორც არის უდანაშაულობის პრეზუმპცია. კი. ანუ სამყარო იცვლება, ახალ სამართლებრივ სისტემას ქმნის და უკვე შესაძლებელი ხდება, რომ ბრალდების ეტაპზეო პიროვნების მიმართ გამოყენებული იქნეს სასჯელი და ჩამოერთვას კონები. ახლა რაც შეეხება ლაღიზეს, მე სახელიც არ ვიცი, ვიცი ახალგაზრდა მკვლევარია, მას აქვს ნაშრომი სადოქტორო დისერტაცია, დასახელებით ტრანსნაციონალ პალერმოს კონვენციის იმპლემენტაცია ქართულ კანონმდებლობაში. იქ გახლავთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტი. შარშან დაიცვა 2024-ში დაიცვა დისერტაცია, მივესალმოთ ვეთანხმებით ამ პოზიციას. აი ახლა პალერმოს კონვენცია ფულის გათეთრებასთან მიმართებაშიც გამკოულ დებულებებს შეიცავს, ხო და ამის მიზანი რა არის? გამოავლინოს, რომ ფული, რომელიც პიროვნებამაც მიღებული აქვს დანაშაულებრივი გზით, მისი გასხვისება და გადაცემა აიკრძალოს, რათა დაიფაროს მისი უკანონო წარმოშობა. ხო, სწორია? და ამ საქმეში სამწუხაროდ ჩართული არიან ეგრეთ წოდებული კოლ-ცენტრები. ახლა ჩვენ სიტყვა ტერმინი ამ შემთხვევაში ნაშრომში გამოვიყენეთ სამწუხაროდ. სამწუხაროდ რატო? იმიტომ რომ ციფრულ ეპოქაში კოლ-ცენტრები და უახლოეს ტექნოლოგიურ პროცესებზე წვდომა, რაში ძალიან დიდია კოლ-ცენტრების როლი უდიდეს როლს თამაშობს, ხო სწორია? მაგრამ სამწუხაროდ დამნაშავეთა სამყაროსაც არ ძინავს. ახლა იმის წარმოდგენა რომ დამნაშავეთა სამყაროში გაერთიანებული არიან მხოლოდ უნიჭო არაფრის ადამიანები ეს არ იქნებოდა სწორი. ყველა ცდილობს პირიქით. ახლა ძალიან ხშირად მithქვამს კიდევაც მე ჩემი სტუდენტებისთვის. თაღლითი თქვენ ისე არ წარმოიდგინოთ. თაღლითი არის პიროვნება რომელიც ეძებს კანონმდებლობაში სუსტ წერტილებს და იყენებს მერე თავისი გამდიდრებისა და სხვისი მოტყუების მიზნით, ხო? უმეტეს შემთხვევაში ეს ასეა. კი ბატონო, მაგრამ აქ საუბარია ის სანამ ჩვენ უშუალოდ შევეხებოდეთ ტრანსნაციონალურ დანაშაულთან მიმართებაში კოლ-ცენტრების როლს, უნდა ვთქვათ ერთი რამ. აი ორგანიზებულ დანაშაულებს დაემატა რა? დაემატა ის, რომ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ვინც ებძვის ამ დანაშაულებს, მათ გამოვლინებას, ამათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. იდეა ძალიან კარგია, სწორია, მაგრამ მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შემშლელი თუ ვინმე არის, ის ადამიანები არიან, ვინც მოგვიწოდნენ და გვეუბნებიან, ხო? და კანონი იმისთვის არსებობს, რომ დანაშავეთა მოქმედებას შეუშალოს ხელი. მაგრამ ასეა თუ ისეა, ჩვენ ერთი რამ ვიცით, რომ პალერმოს კონვენციად არ დარჩენილა და არ დარჩენილა სამშვენისად. არამედ აქტიური ნაბიჯები გადაიდგა ქვეყნის შიგნით აი ამ იდეების თქვათ რეალურ საკანონმდებლო ნორმებში განთავსების მიზნით. კერძოდ 2023-24 წლებში შემუშავებული იქნა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია, რომელიც მოიცავს ქურდული სამყაროს, ნარკოტრანზიტის, ნარკოვაჭრობის, კიბერდანაშაულის და კიბერმეთოდებით ჩადგენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ასპექტებს. ახლა რაც შეეხება კოლ-ცენტრებს. კოლ-ცენტრებთან დაკავშირებით ჩვენ შევეცადეთ მოგვეძიებინა თუ არსებობდა რაიმე ნაშრომები, ხო? მე მოვიკვლიეთ, ნახეთ. ბატონო, სხვა შორის ძალიან ბევრი ვეძებე და სხვა შორის რაიმე სამეცნიერო ნაშრომი ყოველ შემთხვევაში არ შემხედრია. მაგრამ ჩვენი ამოცანა იყო ერთი, რომ როგორმე აგერ მიგვეკლია ისეთი წყაროებისათვის, რომ შეიძლება იყო დაწერილიყო ეს ნაშრომი და ფაქტობრივად საფუძველი გამხდარიყო შემდგომი სხვა ნაშრომების დაწერისა. ანუ გამოდის რომ პიონერები ჩვენ ვართ, ჩვენი სტატიით იქნებით, ხო? და სხვა შორის მოვიწიე მე აი ეს წყაროები და ფაქტობრივად მოვიწიე ის რომ ჟურნალისტებს ამ საკითხზე გამოძიება აქვს ჩატარებული. ფაქტობრივად
ინტერნეტში გამოქვეყნებულია ესეთი ჟურნალისტები არიან iPact-ის სტუდია მონიტორი, მათლობის მონიტორინგის ცენტრი და აი ამ ჩამოთვლილმა ჟურნალისტებმა გამოიკვლია სხვა შორის კოლ-ცენტრების მიერ ჩადენილი ქმედებები და სხვა შორის პირდაპირ მიუთითებენ იცით ბატონო თემურ გვარებს რომ ვთქვათ ეს პიროვნება მე არ დავასახელებ იმიტომ რომ ჩვენ თვითონ არ დავარღვიოთ თუ დანაშაულობის პრეზუმპცია რომ აი ეს პირები არიან კონცენტრების წარმომადგენლები მოიყვანეს ესეთი ორგანიზაცია როგორც GP გრუპი და სხვა შორის რთული არის გამოვლენა ბატონო თემურ და რატო იცით იმიტომ რომ ფაქტიურად ჩვენთან არსებული კოლ-ცენტრები რომლებიც ჩადიან დანაშაულს ის არის უცხოეთის ქვეყანაშია რეგისტრირებული აქ არის ფილიალები და აქედან გამომდინარე ძნელდება აი წყაროების მოძიება აი ამ კომპანიებთან დაკავშირებით აი თქვენ ძალიან საინტერესო თემა წამოძიეთ რომ ცოტა სკეპტიკურად ვარ მე განწყობილი და თქვენს ჟურნალისტური გამოძიების მიმართ არა იმიტომ რომ ცუდია ეს პირიქით საზოგადოების გათვითცნობიერების საქმეში მათ ძალიან დიდი როლი თამაში შეუძლია მაგრამ ცალკეულ შემთხვევაში ჟურნალისტები არ იცავენ კანონმდებლობის მოთხოვნებს აი ამაზე გვაქვს ჩვენს პრეტენზიები და მათ შორის ერთ-ერთი პრეტენზია არის სწორედ ის რომ აქ მითებულია სახელი გვარი და ისეა წარმოჩენილი რომ მათ უკვე დანაშაული აქვს ჩადენილი არა დაამბოს ხო აი მე და კიდევ ერთი გარდა ჟურნალისტური გამოძიებისა ნუ დაუგარგავთ პროკურატურის მასალები რომელიც ქვეყნდება და რომელიც ხელმისაწვდომი იყო ჩვენ გამოიყენეთ ამ სტატიის მომზადებისთვის აი ახლა აი ჟურნალისტებისთვის მინდა ვთქვა ისევ და ისევ კეთილი სურვილებით დამნაშავედ პიროვნების სახლის და გვარის მითითება ანუ იდენტიფიცირება პერსონალურ მონაცემების წინააღმდეგ საქმებიდან გამომდინარე დაუშვებელია მაგრამ ერთადერთი შემთხვევა ამ შემთხვევაში მე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რამოდენიმე გადაწყვეტილება მინდა მოვიტანო როდესაც ჟურნალისტს აქვს უფლება დაასახელოს გვარი და სახელი. ანუ პერსონიფიცირება მოახდინოს კონკრეტული დანაშაულის. ის არ უნდა წარმოვიდგინოთ თითქოს არასოდეს არ აქვს უფლება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, განაჩენის გარეშე ჟურნალისტმა მიუთითოს კონკრეტული პირის სახელი და გვარი და მოიხსენიოს იგი ამათვე დანაშაულის ჩამდენ პირად. აი ევროსასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში ეს არის სორნი და სხვები საფრანგეთის წინააღმდეგ საქმეზე 1998 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებაში პირდაპირ ჩაწერა რომ პრონაცისტური პოლიტიკის გამართლება არ შეიძლება გამიგეთ და რა დაიგვარებით და სახელებით იყო მიმართული. ახლა ამას რატო ვამბობ მე ამ საკვლევ თემასთან დაკავშირებით. დღეს ნაცისტური მისალმებები, იმ ადამიანთა შთამომავლების გამოსვლები და ასე შემდეგ სახალისებულია. ასე არ შეიძლება ხალხო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ ჩაწერა რომ პრონაცისტური პოლიტიკის გამართლება არ შეიძლება. აი ამაზეც მინდა თქვენი ყურადღება შეჩერდეს და იმ პოლიტიკოსების ყურადღებას რომლებიც კანონს არ აფარდაგდებენ და ჩვენი თვარჯერად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მაინც უნდა თახედონ და ესე პრონაცისტური საქმიანობის გამართლება ნამდვილად არ ჯდება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხში რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება. ახლა კიდევ აი ახლა უკვე მივიდეთ უშუალო საკვებ თემასთან გვარი და სახელის მითითება დასაშვებია როდესაც ინფორმაცია უკვე იყო საჯაროდ გამოქვეყნებული და ამდენად საიდუმლოების დაცვა საიდუმლოა უკვე აღარ არის. აი ეს მაგალითად ასეთი საქმე არის ბლანდეთ ტრომსი. მე იმ ჟურნალისტების გასაგონდრად მინდა ვთქვა, გამიგეთ, რომელსაც მე პრობლემები ექმნებათ, გამიგე რომ მათი ინტერესების დასაცავად მომხავს მე ეს მოხლები, მაგალითად ბლანდეთ ტრომსი და სხვები ნორვეგიის წინააღმდეგ. ეს არის 1990 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება, ხო ესე იგი სადაც პირდაპირ წერია რომ არანაირ შეზღუდვას არ ექვემდებარება გამოხატვის თავისუფლება თუ გავრცელებული ინფორმაცია უკვე იყო გამჟღავნებული და საიდუმლოდ მისი შენახვის აუცილებლობა არ არსებობს. ამავე საკითხზე შეუძლიათ ასევე ჟურნალისტებმა
გამოიყენონ ვებერი შვეიცარიის წინააღმდეგ საქმეში 90 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება სერია A ნომერი 177. ხოლო თუ დაეზარებათ მისი მოძიება და უფრო ხელმისაწვდომია ის წიგნი, რომელიც მე 2020 წელს გამოვატანე სპეციალური თავი მიუძღვენი სწორედ ამ საკითხებს, მაშინ ეს არის პატივისცემის და საქმე რეპუტაციის დაცვა საქართველოში უძველესი დროიდან საზღვარგარეთის ქვეყნებში და იქ შეუძლიათ გამოიყენონ 93-დან 94 გვერდზე მიცემული ინფორმაცია. რედაქტორი თქვენ ბრძანდები და აქედან გამომდინარე თქვენთვის ეს კარგად არის ცნობილი. ახლა ვნახოთ კოლ-ცენტრები. რა შეუძლიათ კოლ-ცენტრებს? რატო იყენებენ და რატომ არის ასეთი აჟიოტაჟი აკეთილი კოლ-ცენტრებთან დაკავშირებით? ესე იგი, კოლ-ცენტრის საქმიანობა რა არის ძირითადად? რომ შესთავაზოს მოხმარებელს ფულის ჩადება, ხო? მომგებიან ბიზნესში. და პირდებიან რომ მაგე გაორმაგდება არა თუ სწორად და ნამდვილი კომპანია, მაშინ ისინი მართლაც ეხმარებიან, გასმის? ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ დანაშაულზე ვლაპარაკობთ ერთი, რომ კოლ-ცენტრები ძალიან ის არის კარგი ორგანიზაცია და ეხმარებიან ადამიანებს, ვისაც ნამდვილად უნდა ინვესტიციების ჩადება. ხო, არსებობს სპეციალური მონაცემები პოტენციური კლიენტების სახით, ხო? აი ამ კლიენტების მონაცემების დადგენა ხდება, მერე არის აი სქემა ძალიან საინტერესო შექმნილი. და ბატონო თემო, რამოდენიმე ჯგუფია. თან კიდევ საინტერესო არის კოლ-ცენტრის მუშაკები ყველა მოქალაქეზე კი არ ეკონტაქტებიან. ფაქტიურად ეკონტაქტებიან ვის ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ევროპის ქვეყნებსა ავსტრალიაში. რატო იციან რომ იმათ დიდი ხელფასები აქვს, პენსიონერი იქნება თუ თქვა სხვა პიროვნება, იმდენი პენსია აქვს რომ შეუძლიათ ჩადონ და თქვა განახორციელონ ინვესტიციები. აქედან გამომდინარე ის კარგად მუშაობენ ისინი რეკლამისთვის იყენებენ სხვადასხვა სახელებს, კარგად მუშაობენ, იკვლევენ ამ პიროვნებების გვარს, სახელს, მერე საკონტაქტო ტელეფონსაც აგერ იკვლევენ და უკვე იწყებენ თაღლითობას, სკანერი თაღლითობას და პირველი ვინც უკავშირდება ჯგუფებში როლის როლები როა განაწილებული. რა საინტერესოა ბატონო თემო, რიცით, ესე პირველად ვინც უკავშირდება, მხოლოდ და მხოლოდ გაცნობითი ხასიათი. დამწყები თაღლითები არის, ასე ვთქვა. და მე ეტყვის ეს დამწყები რომ აი მე თქვენ გადაგთავთ, გაგაცნობთ სხვა პიროვნებას, რომელიც უფრო მეტად დაგეხმარება და უკვე მეორე პიროვნება, უკვე გამოცდილი პიროვნება უკვე იწყებს მასთან ურთიერთობას. და რა თქმა უნდა, უკვე ეს თაღლითური სქემა მუშაობს, ეს პიროვნება ურეკავენ, აწმუნებენ და ატყუილებენ კიდევაც და ფაქტიურად ძალიან ბევრი რა თქმა უნდა ისა გამოაშკარავდა და მოდი სანამ ვისაუბრეთ ძალიან საინტერესო ერთი მომენტი. ანუ პირველი ჯგუფი შედარებით გამოუცდელი ახალგაზრდებისგან შედგება დაკომპლექტებული. ხო, ბინარიან ესენი, ესობიან როგორც უცხოელი ქვეყნის წარმომადგენლები, გვარდასახელებიც აქვს, ყალბი დოკუმენტებიც აქვს, პირადობის მოწმობები გაფორმებული, უკავშირდებიან და რომ დაარწმუნონ, გამიგეთ რომ ისინი გულწრფელები არიან და გულწრფელად უნდა დაეხმარონ, გებულობენ, გავთ თქვენ ამდენი დოლარი, ხო, ამდენი. ამოდით, იქნება ეს შავგვედო კარგ და მომგებიან საქმეში, სადაც თქვენი მოგება გაორმაგდება, ხო? მაგრამ მე ამ დარგის სპეციალისტი არა ვარ და ეგრეთ წოდებული საუბრის საუნწყები ჯგუფი გადამისამართებს კლიენტის შენარჩუნებულ ჯგუფზე. ეს არის უკვე გამოსტილი სკამერები არიან, თავიანთ თავს თაღლითებს უწოდებენ, თაღლითები ვართო, ხო, უწოდებენ კიდევაც და თითოეულ ამ ჯგუფში, უკვე სკამერების ჯგუფში, რამოდენიმე ქვეჯგუფი არსებობს, ხო? და თითოეულ ჯგუფის წევრებს შორის განაწილებულია როლები. აი ვინ რამდენი უნდა მოიზიდოს ერთი თვის განმავლობაში, ხო? რა მოგება უნდა მიიღოს. ხო, საინტერესოა. აი საქართველოში მოქმედი ჯგუფი, რომელიც თქვენ დაასახელეთ, ხო? და რომელიც პროკურატურამ თქვათ ამხილა აი ამ ქმედების ჩადენაში, ერთ-ერთმა ჯგუფმა
ესე იგი მცირე ჯგუფია, მათ ჰქონდათ თვეში გეგმა, ასე ვთქვათ, 420,000 ამერიკული დოლარის მოზიდვის, თითოეულზე იყო განაწილებული და ყველაზე აქტიური წევრი და ამ ჯგუფის ხელმძღვანელი ვინც გახდათ, ინიციალებით გვაქვს მოხსენიებული, მაგრამ ეს არის მოშო პირობითად, თუმცა ესწრებოდა პოტენციურ მსხვერპლს მერი რობერტსის სახელით. აქვე ამ ჯგუფში შემავალი ლუვ ესწრებოდა ლანა ლეხმანად. ქალბატონი იყო ერთი ქმო ეშლი მორიატად, ხო? ხო, აი ახლა ამ მატჩში 80,000 დოლარი უნდა მოეზიდა ჯგუფის ამ წევრს, ამ ხელმძღვანელს, გამიგეთ? ანუ მერი რობერტს პირობითად. აქედან რამდენი რჩებოდა მას? აი უყურეთ რა ხდება, ძალიან სოლიდური თანხები. 20,000 დოლარი. 20,000. აი ვის კარგად იმუშავებდა, ვინც უფრო მეტად მოატყუილებდა, ხო, უფრო მეტი ხელფასი ექნებოდა და 20,000 და მეტიც გქონდა. ფაქტობრივად ეს არის გასამხედროებული ორგანიზაცია, მკაცრი აღრიცხვაა, გესმის? აბა ვინ როდის მოვიდა და იმუშაობს, საქმიანობს? თან ერთი არის მენეჯერი, აი რომელიც უფრო გარკვეულია, ფაქტობრივად ეს იკვლევს ამ პენსიონერებს ვის რამდენი პენსია აქვს, ვის აქვს საშუალება რომ ჩადოს ინვესტიცია, მერე რამდენი შეიძლება რომ იქიდან მოპარონ ამ პენსიონერს. ეს ყველაფერი ერთი ადამიანის ხელშია, რომელიც აწვდის ინფორმაციას სხვა პიროვნებებს, აი სკანერების ჯგუფს. ჯგუფს და ისინი უკვე როგორც თქვენ ბრძანეთ გამოგონილი გვარი სახელებით, კარგად იციან ინგლისური ენა და შეიძლება გონიათ უცხოელია და სერბები საქართველოს სტუდენტები არის. ახალგაზრდები არის. რომელსაც ერები იციან, თავიანთ თავს ასახებენ თვითონ უცხოელები არიან, უცხოეთიდან ხდება მათი შეწუხება და მათზე ურთიერთობა, სინამდვილეში არიან შეშენებელი. არა და ამ შეიძლება გითხრა რომ მე ინგლისში ვარ ან არა, ცირთადად ასე ამბობენ კიდევაც. არა, მასე ამბობენ, მაგრამ აგერ თბილისში არიან და თბილისიდან ახორციელებენ. ამიტომაც არსება მათი აფიშირება, ვერ არიძებნება მათი შესახებ ინფორმაცია, ხო, ინტერნეტში, მათ ოფისებს როგორც წესი არ აქვს არანაირი აბრა და თვითონ თანხებიც, რომლის მოძიებასაც ისინი ახერხებენ, არც თუ ისე დიდია, მაგრამ ცნობაში დიდ თანხას ხმის. 200 დოლარიდან 5,000 დოლარის პარლებში. აი, გამოძალვას რასაც ახდენენ ამ შემთხვევაში. ახლა კიდევ ერთი რამა, თუკი პიროვნებას გაუჩნდება ელჭვი და ან მოითხოვს უკვე შეპირებულ მოგებას, ესენი როგორც წესი ორთქლდებიან. ხო და ახლა ერთი ის მოიწია ბატონო თემურ თვალწები ისრაელელი მოქალაქე იყო და მოატყუა და ბოლოს უკვე მივიდა იქამდე რომ უნდა შეშვებოდა და რა ვქნაო ეს ეუბნება ეს ქალი და ეს კოლ-ცენტრის თანამშრომელი ეუბნება რომ თუ კიდე ახლავე მოკვდიო და გამოთიშა ეს ტელეფონი და გაქრა და საერთოდ მიუწვდომელია და ვერ აღმოაჩინეს ეს პიროვნება. ვერ აღმოაჩინა ერთადერთი შემთხვევა იყო, გახსოვთ ისრაელის ჟურნალისტურ გამოძიების წარმოებელმა პირებმა შეძლეს 1,100,000 ევროს მოტყუებით მიღების ფაქტთან დაკავშირებით ის ჯგუფი გამოეშკარავებინათ, გამიგეთ და გამოაქვეყნეს კიდევაც უფრო მეტად ვერ შეძლეს უმეტეს შემთხვევაში. თუმცა საქართველოს სინამდვილეში პროკურატურამ საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანოების ჩართულობით არაერთი ასეთი საქმე გახსნა, მათ შორის არის GPS Morgan Limited-ის ბაზაზე შექმნილი ეგრედებული კოლ-ცენტრები და გაირკვა რომ ეს ჯგუფი 2019-21 წლებში თაღლითურად დაეუფლა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, სლოვენიისა და სლოვაკეთის რესპუბლიკების მოქალაქეების კუთვნილ 3,170,000 ევროს. მათ ამ თანხის შემდეგ ლეგალიზება მოახდინეს და რაც ყველაზე მთავარია, მისმა ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ამ კოლ-ცენტრის ხელმძღვანელმა დაეუფლა აი ამ თანხიდან 3,170,000 ევროდან $1 მილიონზე მეტი ჩაირიცხა თავის ანგარიშზე და როდესაც გამოაქვეყნა ეს პროკურატურამ იქ მიუთითეს ასევე გვარები, იცით, აი ვინ იყო მის მათი ხელმძღვანელები და კი ბატონო. ხო, აი მიუთითეს, აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ რახან პროკურატურა მიუთითა, რამდენად სწორად მიუთითა ეს სხვა თემაა, მაგრამ
პროკურატურა თუ კი უთითებს, მაშინ ჟურნალისტს გამომძიებელს აქვს უფლება თქვას, რომ ეს ოფიციალურად იყო გამოქვეყნებული და უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევა არის. ნუ აი ახლა მე შემიძლია ერთი რამ გითხრათ, მაგალითად ამ ლიმიტედის საქმესთან დაკავშირებით გამოვლინდა ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფის 3 წევრი. ესენი არიან უსაფრთხოებისა და გერმანულ ინგლისურენოვანი მიმართულების ხელმძღვანელი პირები, ხო? დაკავებულები არიან ეს ადამიანები. ახლა მე მინდა საჟელი სახით ამ ადამიანებს ემუქრებათ რამდენი 9-დან 12-მდე თავისუფლების აკვეთა. საერთოდ ჯამში პროკურატურამ აი ამ კოლცენტრებთან დაკავშირებით ორგანიზებულ დანაშაულის ჩადენაში გამოავლინა ჯამში 94 ფიზიკური და 7 იურიდიული კომპანია. ხოლო მათ მიერ აი ამ ადამიანთა მოტყუების ხარჯზე დადგენილი, ესე იგი მითვისებული თანხების ოდენობა გადაამეტა 30 მილიონ ლარს და საინტერესო არის ისიც, რომ აი ამ ხალხს უკვე მოპოვებული აქვს ძალიან დიდი ოდენობის თანხები. ანუ აი ვინც არის ჩართული და პროკურატურის სამიზნეში მოხვდა, აი ამ ხალხის ქონებაზე დადებული ყადაღებია დადებული მოგეხსენება და ეს ყადაღა საერთო ღირებულება ამ ქონების საერთო ღირებულება რომელიც დაყადაღებულია შეადგენს 100 მილიონ ლარს. ახლა რა დასმის გაკეთება შეიძლება? აი ამ ტრანსნაციონალური დანაშაულის ანუ კოლცენტრების გამოყენების საქმეში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი აქ ერთჩვეულებრივ დანაშაულს როგორც არის თამაშობა. ბატონო, როგორ რა ხდება? ფაქტიურად, როდესაც აი ეს პიროვნება სკამერი იდენს დანაშაულს, ხო? ის სხვადასხვა დანაშაულებებს, მათ შორის ისეთი დანაშაულებები, როგორიცაა მაგალითად კიბერდანაშაული ფულის და რომელიც შედის ფულის გათხრების შემადგენლობაში, მაგრამ მაინც ძირითადი ქმედების შემადგენლობა ამ შემთხვევაში არის თავლითობა. ამიტომ თავლითობას განსაკუთრებულ ყურადღება უნდა მიეცეს. ამიტომ ჩვენ სავსებით სამართლიანად ვთვლით, ჩავთვალეთ, რომ აი ამ შემთხვევაში თავლითობა გადაიქცა უკვე როგორც ტრანსნაციონალურ დანაშაულად. კი ბატონო. მე მგონი მოკლედ ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ ჩვენი ტელემაყურებლები დეტალურად ვისაც ამის სურვილი ექნება გაიცნობა ამ სტატიას რომელიც გამოქვეყნდება ქართულ და ინგლისურ ენებზე და რა თქმა შეუძლია მოვიდნენ 13-ში მე მგონი თუ რამე მარშრუტი და ხელით ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია და ამ თემაზე ეს ნაშრომი იქნება წარმოდგენილი და გახდება მისირულე პროფესიულ დონეზე მსჯელობა. აი ახლა მოდით ის მივიწყეთ ის ამბავი თუ ვიქმნიდა პროკურატურის ისტორიას ამ ადამიანების სხვა შორის ამის მოლოდინი ადამიანებს აქვთ არაერთხელ შემეხმიანენ და დღეს მოდით გავაგზავნოთ. პროკურატურის ისტორია გვინდა ვისაც უნდა თუ არ უნდა გვერდს ვერაულის იქ მომუშავე ადამიანი. რა თქმა უნდა. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ. შეიძლება ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს, მაგრამ ეს ადამიანები ქმნიდნენ ისტორიას, ხო? რა თქმა უნდა. და ჩვენ ამ ადამიანთა გვარსახელებს ვასახელებთ მისი პროფესიული ნიშნის მიხედვით. ახლა ვისთანაც მეგობრობდი და ურთიერთობა მქონდა, სწორედ იქ ვადლებთ ჩვენ თავისუფლებას მათ პიროვნულ თვისებებზე ვისაუბროთ. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ას გარდაცვლილი თემურ მარგებაძე. ახლა თემურ მარგებაძე მე დამხვდა და ჩემთან ერთად მუშაობდა გარკვეული პერიოდის მანძილზე საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის ცენტრალურ აპარატში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი იყო. თავიდან მერე მობრუნდა და იყო აი ამ საგამოძიებო ნაწილი, სადაც ორგანიზაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები ვიყავით გაერთიანებული, იგი იყო პროკურორის თანამდებობაზე მუშაობდა, მაშინ მისთვის შემოიღეს ეს თანამდებობა და ყველა ჩვენი საქმე, რომელიც გადიოდა სასამართლოებში, აი ამ საქმეებზე იგი მონაწილეობდა როგორც პროკურორი და სწორედ ამ პერიოდში მოხდა ჩვენი დაახლოება, ეს იყო საოცრად განათლებული, რაფინირებული, მოწესრიგებული კაცი, ხოლო სულ სიგარეტი ეჭირა. ხო, შემდეგ გადაიყვანეს კახეთის საოლქო პროკურორი იყო. გლდანის პროკურორიც იყო. გლდანის პროკურორიც იყო. აი იქიდან ვიცნობდი. ხო, ნუ გარდაიცვალა ახალგაზრდა, გარდაიცვალა, მერე მის შვილი, მისი ოჯახის შვილი, მისი შვილიც საოლქის პროკურორი იყო კახეთის. და სხვა შორის ბატონო თემურ გამახსენდა ერთი რომ თემურ მარგებაძის დედა და დედა ჩემი იყვნენ თანაკლასელები. ხო, აი მით უმეტეს თანაკლასელები და ეს რო გავიგეთ
უფრო მეტად დაუახლოვდით ერთმანეთს. და აი გული დამწყვეტა ნამდვილად და წავუკვეთა აი ამ ახალგაზრდა წავიდა იგი. ახალგაზრდა ძალიან ახალგაზრდა კვალიფიციური. სამეგრელოში ვიყავი მე მაშინ ოლქის პროკურორი და მის დაგზავნაზე ჩვენ კახეთში ვიყავი და სხვა ხალხი იყო. ელგუჯა საბაური ელგუჯა საბაურიც ჩვენი კოლეგა იყო მაშინაც როცა რესპუბლიკის პროკურატურაში მუშაობდი და მერეს ოლქის პროკურორი იყო. მცხეთა-მთიანეთის ოლქის პროკურორი გახდათ. ელგუჯა მე გავიცანი წალკაში ვიზიებდი კარტოფილის საქმეს, მოგესალმებით 2 წელი ვიყავი და წალკის პროკურორიც გახდათ ელგუჯა. განათლებული კაცი ჩვენთან შედარებით ახალგაზრდა და მე უდიდეს სიამოვნებით ვიხსენებ მასთან თანამშრომლობას და მასთან გატარებულ პერიოდს. მე ძალიან სასიამოვნოდ ვიხსენებ წინვალი პიროვნება ელგუჯა ვიცნობ, კარგად ვიცნობ და უსურვებ წარმატებებს. რა თქმა უნდა. Ну, მე როგორც ვიცი დღეს ის არ მუშაობს პროკურორი, დანაკლისია ეს არის. პროკურატურისთვისა დანაკლისია ასეთი ადამიანების არ ყოფნა. გივი რევაზიშვილი. გივი რევაზიშვილი ჩვენი მუშაობის პერიოდში მუშაობდა კადრების სამმართველოში, ხო? კადრების სამმართველოს უფროსი იყო. ანუ მომავალი პროკურორების და მათი კარიერული წრისთვის და დაფთენების საქმეში უდესია ბატონი გივის ხვედრითი წილი. იგი იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი გახდათ. მერე ერთი პერიოდი გადავიდა იგი თავდაცვის სამინისტროში და იქ დაუშვა ეთყობა შეცდომა გამიგეთ, იმიტომ რომ კანონში ხო ეწერა გახსოვთ თქვენ, რომ გათანაბრებულია სახელმწიფო მრჩევლის წოდება თავდაცვის სამინისტროს, ხო იქ პრობლემები შეუქმნეს, კი მაგრამ კაცო შენო ესე იგი იქ რაღაცა ტექნიკური ხარვესი მოხდა სინამდვილეში გაიჭრიდა ამ შემთხვევაში ოქროაშვილისა და პრეზიდენტისა და მისი გუნდის ურთიერთჭიდელში გივი. არა და გივი არის შესანიშნავი პიროვნება. დღეს მისი ვაჟი სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობს კახეთის ერთ-ერთი რაიონის პოლიციის უფროსია მე როგორც ვიცი, ვეხმიანებით და მე მინდა მას წარმატებები და დიდი ხნის სიცოცხლე უსურვო თავის ოჯახთან ერთად. მე შემიძლია გითხრათ ბატონო გივი რევაზიშვილზე რომ მე როდესაც წამოვედი პროკურატურიდან დავიწყე მუშაობა სამხედრო პოლიციაში და ზუსტად იმ პერიოდში იყო გივი რევაზიშვილი კადრების სამმართველოს უფროსი თავდაცვის სამინისტროში და გარკვეული პერიოდი მომიწია მასთან ურთიერთობა. ძალიან კარგი. ცხადვი მუშაობ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგი. აი ეს უკვე არ ვიცოდი შენი ბიოგრაფიიდან სამხედრო. კი, წამოვედი მე თვითონ იცით კი ბატონო მოდით გენდერული კანონიდან კი იქნა მოგებული, მაგრამ არ დავარღვიოთ. და ახალგაზრდებს ახლა დღეს მაია ჯაბუა მუშაობს სამეგრელო საოლქო პროკურატურაში. ეს პიროვნება ჩემი სტუდენტი იყო. ჩემი რეკომენდაციით იქნა მიღებული პროკურატურის ორგანოებში. ახალგაზრდა ჯერაც ძალიან ახალგაზრდა და მახარებს მის წარმატებები, ვინაიდან იგი კარგად აგზელებს იმ ლამაზად და კარგად დაწყებულ ტრადიციას, რაც პროკურატურის მუშაკს უნდა ჰქონდეს. თქვენ არისხოთ მას? არა, მაგრამ მე მაქვს სატელეფონო ურთიერთობები, ხშირად ნახულობს და უსმენს ჩვენს გადაცემებს და გვეხმიანება. ასევე ქალბატონ ნინო კუპრეიშვილი. ნინო კუპროიშვილი ჩემ პერიოდში მუშაობდა აბაშის პროკურორის უფროს თანაშემწედ. ხო, გარკვეული გამოძიებისა და სხვა სფეროს მიმართულებით მას ძალიან დიდი გამოცდილება დაუგროვდა, ძალიან კარგი პიროვნებაა და მე არ ვიცი ნამდვილად დღეს ის მუშაობს თუ არა. ეკა ჯინორიძე, ესეც ჩემი პერიოდის თაობის საოლქო პროკურატურის თანამშრომელი იყო, თუმცა მანამდე მუშაობდა სენაკის პროკურატურაში კანცელარიაში მუშაობდა, დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი. შემდეგ ჩვენ აქცენტი გადატანილი ჰქონდა მოგესალმებათ ადგილობრივ კადრებზე და პროკურატურის ერთგულ პიროვნებებზე და ეკა ჯინორიძე დაინიშნა სენაკის პროკურატურაში. იმუშავა გარკვეული წლები, მერე ცვლილებები მასაც შეეხო, მოუწია პროკურატურის ორგანოების დატოვებამ და ფინანსურ პოლიციაში გადასვლამ და მე დღეს არ ვიცი იგი მუშაობს თუ არა. ყოველ შემთხვევაში ძალიან საწყენია თუ არ მუშაობს და ამ ადამიანებს თუ არ იყენებს დღევანდელი პროკურატურა. აი ახლა დღეს ამით მოვჩეთ, გავაგზავნოთ მომავალი ჩვენი შეხვედრის დროს საუბარი და გიტოვებთ ამ ინფორმაციას, რომელიც მოგაწოდეთ ძვირფასო ტელემაყურებლებო,
თემა ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით, როცა მას ტრანსნაციონალური ხასიათი აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენად შევძელით თქვენი ცნობისმოყვარეობის საკმაყოფილება ეს თავად გასაჯეთ და თუ რაიმე შეკითხვა გექნებათ, შეგიძლიათ მოგწეროთ პირდაპირ. თქვათ აი ამ ჩვენი გადაცემის დროს კომენტარებში იქნება თუ პირადად დაგვიკავშირდეთ, ისე რომ თუ რაიმე დასამატებელი არა გაქვთ, დაგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად ბრძანდებოდეთ და ყოველთვის მზად ვართ, რომ თქვენი შეკითხვაზე უპასუხოთ.